მაშასე ყინულის ლომები დავიწყეთ ნომერი მაშასე ყინულის ლომები რომელთაც ცეცხლი და ათეს მართლაც აქ ბათუმის სპორტულ ახალგაზრდული ცენტრის მოედანზე ყინულის მოედანზე მოვიდნენ ლომები ჩემთან ეხლა საერთოდ აღარ მეშინიათ აქცევის უკვე ისეთ გარემოცვაში ვარ ყოჩა გოგოებო ძალიან მაგარი იყო და ბიჭუნა რა თქმა უნდა ძალიან კარგი იყო დავიწყოთ ჯიურის შეფასებები რომელთაც მოუთმენდა თველით მაკა გისმენთ ხო ძიმა მართლა შენი თქმის არ იყოს და
ყინულზე ნამდვილი ცეცხლი ვნახეთ. პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. არაჩვეულებრივი სინქრონი იყო, რასაც აქედან ხედავ, ძალიან ძნელია, ხო იცი, მთლიანობაში აღქმა, იმიტომ რომ აქ დეტალებია და მაინც ეკრანიდან ესა, მაგრამ ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ძალიან დიდი ეფექტი აქვს. აი დარბაზიც ყოველ ჯერზე ტაშს უკრავდა, ასე რომ ყოჩახ გოგოებო და ბიჭუნა. გოგოებო და ბიჭუნა. არაჩვეულებრივო ბიჭუნა. ძალიან მაგრები ხართ. ლევან. მოვესალმები ამ არაჩვეულებრივ გოგოებს ყველას. ძალიან კარგი იყო. მე ძალიან მომეწონა მართლა. ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ მან რო ყოფილიყავი, გაცილებით უფრო დიდ სიამოვნებას მივიღებდი. ძალიან კარგები ხართ, შვილებო, ძალიან მიყვართ ხართ. გინდათ გამოგიტყდეთ ჩემი შუმი ოცნება რა არის. ამ ბოლო 20 წელიწადია მე სიზმრება რომ მეც მოციგურავა, მინდა გასვლასე ყინულზე, მაგრამ რო ვცადო ვერც, იმიტომ რომ ჩატყდება ყინული და გავაფუჭებ მაქაურო. მაგრამ აი ჩემ მაგივრად თქვენ ასრულებთ ჩემ ოცნებას და მინდა მთელი გულით მოგეფეროთ ყველა, ძალიან კარგიები ხართ. ძალიან გრაციოზულები და აიხდინო ეგოცნება გისურვებ ჩვენ შეძლებ მაგის გაკეთებას და ზალიკოს მოусმინოთ ახლა. დიმა, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმის, როგორ უნდა გააუმჯობესო ნომერი ტურიდან ტურამდე. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგი შესრულება ვნახეთ პირველ ტურშიც, თუმცა როგორც სადა დედამიწა განსხვავდებოდა ის, რაც ეხლა ვნახეთ ყინულზე და რაც იყო პირველ ტურში. ძალიან ყოჩაღები ხართ, ძალიან ძლიერები ხართ. ზოგადად სპორტის ეს სახეობა ძალიან ლამაზია. ყოველთვის მომწონდა და მით უმეტეს ამაყივა, როდესაც ქართველები ასე გემოვნებით და ასე ოსტატურად ასრულებენ ნომრებს. ოღონდ მე ერთი კითხვა მაქვს მარტო. აბა, ვერაფრით ვერ გავიგე ამდენ ლამაზ გოგონას რატო ქვია ყინულის ლომი? და არა ყინულის დედოფალი, ან სიყვი ბოლო-ბოლო არ რაღაც ზუსტად. ყინულის ბოკვერები. მაგას რატო ლომი და დღეს, რატო ქვია ყინულის ლომი? სიძლიერეს გავახატავთ მიზანდასახულობას და იმას რომ შეუძლებელი არაფერია და გოგოებსაც შეუძლია ძალიან დიდი წარმატებების მიღწევა. ერთად-ერთიანი ძალისხმევით. აპლოდისმენტები. რა თქმა უნდა, აი რატო ქვიათ ლომები? მე კი არ მითხრეს დღეს ზალიკოს უთხრეს ხოლმე. ზუ იყოს თუნდაც ხვალ. კი ბატონო, ზუ იყოს თუნდაც ხვალია, მართალია. და კურიერის სპორტულ ბლოგშიც მეტი ყურადღება დაუთმოთ ყინულს ზოგადად და ესეთ ადამიანებს. გავაკონტროლებ. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის ესეთი კარგი დავალება მიღებულია ბატონო ზალ პირდაპირ ეთერში. კარგით, მოკლედ თუ გსურთ, დარწმუნებული ვარ, ბევრია ესეთი ადამიანები, ვისაც სურს რომ ჩვენი ყინულის ლომები იხილოს ფინალში, უნდა დარეკოთ ნომერზე 093030305. დარეკეთ. დიდი მადლობა დიმა, დაგემშვიდობებით.